საღამომშვიდობის საეთერშია კურიერის 9 საათზე დღის ყველა მნიშვნელოვან სიახლეს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტი, იარაღის შენახვა და მისი შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოყენების შეთქმულება. მძიმე ახალი წელი განსასჯელი სკამზე მყოფი ნიკოლას მადუროსთვის. 2026-ის პირველივე დღეებში ვაშინგტონის საათი კარაკასის დროზე გასწორდა სამხედრო ბაზები, ქვეყნის მთავარი პორტი და პარლამენტის შენობა. ადგილობრივი დროით ღამის 2-ზე შტატების სამხედრო ოპერაცია სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმით დაიწყო და ვენესუელას პრეზიდენტის დაკავებით დასრულდა. ნიკოლას მადურო, რომელიც ამერიკის არმიის დელტა სპეცდანიშნულების რაზმმა აიყვანა ვაშინგტონის ვერდიქტს, ახლა ბრუკლინის მეტროპოლიტენის წინასწარი დაკავების ცენტრში მეუღლესთან ერთად ელოდება. ვენესუელის მმართველობაზე პასუხისგებლობა შეერთებული შტატები იღებს. კარაკასი კი ვაშინგტონისგან პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება მსოფლიო, მათ შორის საქართველო. ახლა მთავარი აქცენტი კარაკასის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე კეთდება. ვინ უხელმძღვანელებს ვენესუელას და რა პოლიტიკა ექნება ახალ ხელისუფლებას? მოვლენებს უკვე 2 დღეა ლუკა ჩანგელია აშუქებს, რომელიც ახლა კურიერის სტუდიიდან შემოგვიერთდება. ანუკა, ოპერაცია აბსოლუტური გადაწყვეტა საკმაოდ წარმატებულად შესრულდა და ყველა ძირითადი ამოცანა შესრულებული. ახლა კი მთავარი კითხვა არის, ვინ გახდება ვენესუელის ლიდერი. პირველადი მონაცემებით ამ თანამდებობაზე განიხილებოდა 3 პირი. პირველი არის დოსადო კაბელიო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვენესუელის, მოქმედი, რომელიც ახლაც კარაკასში რჩება. ედმუნდო გონსალეს ურუტია კი არის ოპოზიციონერი, რომელმაც ვენესუელა 2024 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა. თუმცა ის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევა, ხოლო მესამე კანდიდატურა იყო მარია კორინა მაჩადო, რომელიც ასევე არის ოპოზიციონერი. ის ეგრეთ წოდებულ მიწისქვეშეთიდან მუშაობდა მთელი ამ დროის განმავლობაში ვენესუელის პრეზიდენტის წინააღმდეგ, თუმცა ბოლო ცნობებით ქვეყანა მასაც დატოვებული აქვს. ამ ყველაფერზე დღეს კითხვა დაუსვეს დონალდ ტრამპსაც, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა ყველა სცენარი, რომელსაც მედია განიხილავდა, ამოატრიალა და დაასახელა, რომ ამჯერად განიხილება ვენესუელის პრეზიდენტად მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი. მან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება უკვე დაიწყო. New York Times-ი გამოცემა ამბობს, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სონი სწორედ მასზე დადო, რადგანაც ის ძალიან ბევრ საკითხზე თანხმდება დონალდ ტრამპს. სხვათა შორის ეს თავად მარკო რუბიომაც აღნიშნა გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა კითხვა, რომ ოპოზიციონერები ძალიან კარგი ადამიანები არიან პერსონალურად, თუმცა მათ არ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა საზოგადოებაში იმისთვის, რომ ვენესუელის მსგავს დიდ ქვეყანას უხელმძღვანელონ. მამაკაცი, რომელიც ნიუ-იორკში სტიუარდის ეროვნულ ბაზაზე თეთრი ფერის ბოინგ 747-დან სამხედროებს გადმოჰყავთ, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა. ის ოპერატიული დანიშნულების დანაყოფმა დელტამ კარაკასში მის ცოლთან ერთად დააკავა. ახლა კი ორივე ბრუკლინის ციხეში სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტი, იარაღის შენახვა და მისი შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოყენების შეთქმულება. ბრალის კვალიფიკაცია უკვე ცნობილია. ცნობილია დონალდ ტრამპის პოზიციაც. მადუროების ვენესუელაში დაბრუნება არ მოხდება, მანამ სანამ ისინი სასჯელს ამერიკის ციხეში სრულად არ მოიხდიან. ასევე შტატები გადაწყვეტს იმ გუნდის შემადგენლობას, რომელმაც ვენესუელას გარდამავალ პერიოდში უნდა უხელმძღვანელოს. იქნება გუნდი, რომელიც იმუშავებს ვენესუელელ ხალხთან ერთად, რათა დავწმუნდეთ, რომ ვენესუელა ჩვენს ხელშია. ჩვენ რომ უბრალოდ წამოვიდეთ, ვინ ჩაიბარებს იქაურობას. გულისხმობ, რომ ჩამბარებელი არავინ არის. ამ საქმეს ბოლომდე და სწორად მივიყვანთ. არ ვაპირებთ, რომ უბრალოდ მოვაგვაროთ საქმე მადუროსთან და მერე წამოვიდეთ. როგორც ხვები აკეთებენ ხოლმე. წავიდეთ და ვთქვათ, ჯანდაბას იქაურობა, რაც უნდა, ის მომხდარიყო. საბოლოო ჯამში თავისი არსით ეს იყო ამერიკული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი 2 ბრალდებული პირის დაკავება. ომის დეპარტამენტმა ამ საქმეში იუსტიციის დეპარტამენტს დაუჭირა მხარი. ნარკოტიკებისა და უკონტროლო იარაღის გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა თუ მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობის საბადოებზე სრული კონტროლის დამყარება. რა მიზნით განახორციელა შტატებმა სპეციალური ოპერაცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ჟურნალისტის ამ კითხვაზე პასუხად ამერიკის ომის დეპარტამენტის მდივანი ამბობს, რომ კარაკასის მხრიდან ვაშინგტონისთვის წლების განმავლობაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება სწორედ ვენესუელური ნავთობის მარაგით უნდა მოხდეს. ნიკოლას მადუროს ჰქონდა თავისი შანსი, ისევე როგორც ირანს ჰქონდა თავისი შანსი. მან ითამაშა და მიიღო კიდეც ის, რაც დაიმსახურა. პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი ჩვენი ხალხისთვის ნარკოტიკებისა და საწამლავის მიწოდების შესაჭერებლად. სერიოზულად არის განწყობილი იმ ნავთობის დასაბრუნებლად, რომელიც მოგპარეს.
სოფლიოს ნაწილმა ტრამპის ადმინისტრაციის ხისტ ნაბიჯებს კრიტიკით უპასუხა. ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობენ ჩილე, კუბა და კოლუმბია, ანუ ვენესუელის მეზობელი ქვეყნები. ისინი ახლა პასუხს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან ითხოვენ. მოქმედებისკენ მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობასაც. დღეს თუ ვენესუელა ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა სახელმწიფო იყოს მის ადგილას. ჩილე სასწრაფოდ მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აიღოს აქტიური და დაუყოვნებელი პასუხისმგებლობა, გამოიყენოს ყველა არსებული მექანიზმი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვით. აღადგინოს ვენესუელაში პოლიტიკური და მშვიდობიანი გადაწყვეტის ჩარჩო, გაეროს წესდების შესაბამისად. 30 წუთიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც მადურო ცოლთან ერთად შტატებში გადაიყვანეს პარალელურ რეჟიმში კი კარაკასი და ვენესუელის სამხედრო ობიექტები დაიბომბა, უკვე მოხდა გამოხმაურებები დასავლურ სამყაროში. ევროპელი ლიდერების ნაწილი ტრამპის ქმედებას გმობს, ნაწილი კი მოვლენების განვითარებას აქტიურად აკვირდება. შემიძლია სრულიად მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ ამ სპეცოპერაციაში ჩართულები არ ყოფილვართ. ყოველთვის ვამბობდა მწამს, რომ ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო სამართალს, თუმცა ვფიქრობ, ამ ეტაპზე, როდესაც მოვლენები ასე სწრაფად ვითარდება, უმჯობესია დავადგინოთ ფაქტები და შემდეგ ვიმოქმედოთ ვითარების შესაბამისად. ვიდრე ქვეყნები ვენესუელის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებენ, პოლიტიკური ცვლილებები უკვე დაიწყო ოფიციალურ კარაკასში. პრეზიდენტის პოსტი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დელსი როდრიგესმა დაიკავა. ის 7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მისი ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა დროებითია. როდრიგესმა არჩევნები უნდა ჩანიშნოს. თუმცა სანამ ეს მოხდება, ოფიციალური პირები ვაშინგტონისგან კვლავ უიმედოდ მადუროს და მისი ცოლის კარაკასში დაბრუნებას ითხოვენ. თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული ვენესუელა მთელი ძალისხმევით უარყოფს იმ უცხოური ჯარების ყოფნას ჩვენს ტერიტორიაზე, რომლებმაც თავიანთ გზაზე სიკვდილი, ტკივილი და ნგრევა დატოვეს. წესრიგისა და მშვიდობის აღსადგენად ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხის, სამხედროებისა და პოლიციის სრული ერთიანობით ავამუშავებთ და თავდაცვის რეჟიმში მოვიყვანთ ყველა სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, სამდინარო და სარაკეტო შეიარაღებულ სისტემას. New York Times-ის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. კარაკასში და მის ფარგლებს გარეთ 7-ზე მეტი ობიექტი დაიბომბა. ვაშინგტონი გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენას უწოდებს და ვენესუელიდან შემოტანილი ნარკოტიკით წლების განმავლობაში ამერიკის მოქალაქეების მკვლელობაზე საუბრობს. შეერთებულმა შტატებმა გუშინდელ ოპერაციას აბსოლუტური გადაწყვეტილება უკვე უწოდა. მსოფლიო ყურადღებას აქცევს და საკმაოდ დეტალურად აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს. მათ შორის არის საქართველოც. როგორც იცით, კარაკასის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევით აღიარებულია საქართველოს 2 ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა დღეს განცხადება საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ის დეტალურად აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს და იმედი აქვს, რომ ახალი პოლიტიკური ვითარების ფონზე ვენესუელა უკან წაიღებს მის მიერ კანონსაწინააღმდეგოდ წარმოებულ აღიარებას ეგრეთ წოდებული სახელმწიფოების მიმართ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, გამოთქვათ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენესუელაში ამერიკელი სამხედროები რჩებიან, ხოლო მადურო გასამართლების მოლოდინშია. ვენესუელაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლუკა ჩანგელია საუბრობდა კურიერის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში. მადლობა ლუკა. საქართველოსთვის კი დღეს განსაკუთრებული დღეა. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის გახდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ეკლესია მონასტრების მშენებლობა, სასულიერო აკადემიების საეკლესიო გალობა, საყოველთაო ნათლობის უცვლელი ტრადიცია და ოჯახის სიწმინდის დღე. ეს პატრიარქის მიერ განვლილ რთულ გზაზე გაკეთებული დიდი საქმის მხოლოდ მცირე ნაწილია. ერის სულიერი საყრდენის, ერთობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძვლის ილია მეორის ისტორიულ როლზე დღეს ყველა საუბრობს. ერთიანობის, იმედის, სიყვარულის, სიმშვიდისა და ერთგულების მთავარი სიმბოლო დღეს მილოცვებს იღებს. შეგნებული მაქვს ის უმძიმესი ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს თვის ამ წმინდა ტაძრის აღებქვეშ
დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს ნაკისრი ურთულესი მისია და ილია მეორის, როგორც ერის სულიერი წინამძღოლის გზა, რომელიც კალენდარზე თითქმის 9 საუკუნეს ითვლის. ყველაფერი წლების წინ ასე დაიწყო. სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი ბერად აღიკვეცა. მას ილია ეწოდა. სხვადასხვა პერიოდში მსახურობდა სიონის, წმინდა სერგის ლავრასა და ბათუმის საკათედრო ტაძრებში. 1963 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩაუდგა სათავეში. მალევე აკურთხეს ცხუმაფხაზეთის ეპისკოპოსად. ასე გაიარა 20 წელმა პატრიარქობამდე. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ის სახელი, რომელიც წერია იქ და დააწეროთ სხვა. თქვენ ამაში არ ხართ შეზღუდული. 1977 წელს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მე-12 საეკლესიო კრება შეიკრიბა. 45 წევრიდან უმრავლესობა მხარი ილია მეორეს დაუჭირა. ილია შიოლაშვილი პატრიარქის ტახტზე 43 წლის ასაკში ავიდა. ილია ერთხმად არის არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. ილია მეორის აღსაყდრებიდან მალევე ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა. ვახტანგ გორგასალმა ანტიოქიის პატრიარქისაგან ითხოვა, რომ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები არჩეული ყოფილიყვნენ ქართველთაგან. აქედან იწყება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. როდესაც საპატრიარქო ტახტი ილია მეორემ დაიკავა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო. ირიბა თუ პირდაპირ მიმდინარეობდა ზეწოლა ეკლესიაზე. დევნიდნენ სასულიერო პირებს. მიზანი თავიდანვე დაისახა. ჩემი მოსვლისთანავე პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება. პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა მიზნის მისაღწევად. ჩავიდა საქართველოს ყველა კუთხეში. მაშინ საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია და 50-მდე მოქმედი ეკლესია იყო. დღეისთვის კი ქვეყანას 46 ეპარქია და დაახლოებით 2000 მოქმედი ეკლესია მონასტერი აქვს. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეაც პატრიარქს ეკუთვნის, რომელიც ჯერ კიდევ 1989 წელს გაჩნდა. დღეს სწორედ ამ ტაძარში მრევლმა პატრიარქის 93 წლის იუბილეიზე იმა. მინდა თქვენთან ერთად შვილებრივი სიყვარულით გულითადად მიულოცო მას დაბადების დღე. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ ასევე მისი აღსაყდრებიდან 48 წლისთავი. მისი მამათ მთავრული მსახურება შეიძლება ითქვას, რომ ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს. ილია მეორის დაბადების დღე მიულოცეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. მისი უწმინდესობის მრავალწლიან სულიერ წინამძღოლობასა და მოღვაწეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცისა და ერთობისთვის. განსაკუთრებით დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში. უახლესი ისტორიის ამ გარდამტეხ ეტაპზე მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის ერწმენით ავსებდა. ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის სიბრძნე და ლოცვა კურთხებაა. პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის. მისი მსახურება არის სამაგალითო ჩვენი თაობისთვის, როგორც სიბნელეში მანათობელი სანთელი და მისაბაძი ნიმუში, თუ როგორ უნდა იღვაწოს ადამიანმა თავდადებით, ერთგულებით და სიყვარულით, რათა წაადგეს თავის სამშობლოს, მიუძღვნას თავი ერს და ეკლესიას. განუზომელია მისი ღვაწლი სახელმწიფოს განვითარებაში, ქართული ეკლესიის აღორძინებაში, ერში რწმენის განმტკიცებაში, ქართული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ ეტაპზე ილია მეორის როლი იყო უმნიშვნელოვანესი. სრულიად საქართველოს პატრიარქს იუბილე მიულოცეს ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილებმა. მისალოს წერილში საუბარია ილია მეორის ღვაწლსა და განსაკუთრებულ როლზე საზოგადოების ერთიანობასა და სიმტკიცეში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს.
თქვენო უწმინდესობა, გსურს გამოვხატოთ მადლიერება იმ რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიული გზისთვის, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას ღირსეულად გაატარეთ. ჩვენი ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება მის მომავალზე ზრუნვა, ის რთული და საპასუხისმგებლო ამავდროულად კი საპატიო მისიაა, რომელსაც წლებია ღირსეულად ასრულებთ. ამიტომაცაა, რომ თქვენი სიტყვა და დარიგება საზოგადოებისთვის მტკიცე სულიერ საყრდენად იქცა. განვლილი წლების მანძილზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის თქვენ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება. თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის. შეუფასებელია თქვენი როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითეული თქვენი სიტყვა სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას საქართველოს საიმედოდ და საკეთილდღეოდ. ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ გაიზარდა ეპარქიების, სასულიერო პირების და მრევლის რაოდენობა. აღდგა ქართული საეკლესიო გალობა. პატრიარქი თავადაც არაერთი საგალობლის ავტორია. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50,000-მდე ნათლული ყავს. ილია მეორის ინიციატივით ოჯახის სიწმინდის დღე დაწესდა. დღეს სრულიად საქართველო ილია მეორის 93 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2026 წელი სიახლით იწყება მსჯავრდებულებისთვის პროფესიული მომზადება და გადამზადება, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გასულ წელს დაიწყო, პატიმრებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. სხვადასხვა სასწავლო პროექტში მხოლოდ 2025 წელს 919 პატიმარი ჩაერთო, სამუშაო კი დიდმა ნაწილმა მიიღო. პროექტის განვითარების მიზნით პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და IT აკადემიას სტეპს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დახმარებით ბევრი კურსი შევისწავლე, რომელიც განთავისუფლების მერე გამოვიყენე. პატიმრობის შემდეგ 8 თვიანი თავისუფლება და დასაქმების შესაძლებლობა. ციხეში ყოფნის პერიოდში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დახმარებით სხვადასხვა კურსი გაიარა. პატიმრობაში ყოფნის პერიოდშივე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობდა. გათავისუფლების შემდეგ კი მალევე დასაქმდა. მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მიკეთებია ნივთები და ჩამებარებია რემარკეტში და ასევე განთავისუფლების შემდეგაც გავაგრძელე თანამშრომლობა რემარკეტთან, რომელმაც მომცა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩემი საარსებო წყარო მქონებოდა. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიულ კურსებს პატიმრებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს. ჩვენი სახელმწიფოს და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ მსჯავრდებულებმა ღირსეულ პირობებში მოიხადონ სასჯელი და საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ. სწორედ ამას ემსახურება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრი. ბენეფიციართა სოციალური ინტეგრაცია, პიროვნული განვითარება და რესოციალიზაციის ხელშეწყობა. პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და IT აკადემიას სტეპს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე სააგენტოს ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კურსები გაიარონ. გავიარე IT აკადემიაში კურსები, რომელმაც ძალიან გამაბედნიერი და მოხარული ვარ. რომ დავეუფლე ამ პროფესიას და ვფიქრობ მომავალშიც გამომაგება, ახლა ჩემი მომავლის უკეთესია. ეხმარებით მათ ახალი პროფესიის დაუფლებაში. ჩვენ IT აკადემიას სტეპს გვაქვს მრავალფეროვანი პროგრამები ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დღევანდელ დღეს და ონლაინ კურსების საშუალებით ახალგაზრდები, ბენეფიციარები გადიან და ეუფლებიან კონკრეტულ პროფესიას. 35-ზე მეტი სასწავლო პროგრამა და 90-ზე მეტი ჯგუფი. 2025 წელს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა სასწავლო პროექტში 919 პატიმარი იყო ჩართული. უწყებაში აცხადებენ, რომ დასაქმებულებს ჯამში ხელფასის სახით 177,967 ლარი დაერიცხათ. სააგენტოს ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც არ წარმოადგენენ საჯარო სექტორს, თუმცა კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი როლი დანაშაულის პრევენციის პროცესში. პენიტენციურ დაწესებულებებში სასწავლო პროექტები წელსაც გაგრძელდება. პატიმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ კულინარია, სხვადასხვა დარგის ხელობა, ხელნაკეთი ნივთების დამზადება. ასევე გათვალისწინებულია არაერთი შემეცნებითი და საგანმანათლებლო კურსი, მათ შორის ქართული ენის შესწავლა ეთნიკური უმცირესობებისთვის. 2026 წელს გაგრძელდება მსჯავრდებულთა დასაქმების პროექტებიც, რომლებიც პატიმრებს ახალ შესაძლებლობას აძლევს.
ახალ წელს ახალი შესაძლებლობებით იწყებენ პატარა ქართველი გამოგონებლებიც 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სტენფორდის უნივერსიტეტში გასამგზავრებლად ემზადებიან. გზა შტატებისკენ ახალგაზრდებს მათ მიერ შექმნილმა ახალმა მოწყობილობამ გაუხსნა, რომელიც ინსულტის ან ტრავმის შედეგად პარალიზებული კიდურების რეაბილიტაციისთვისაა განკუთვნილი. 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელები კი NASA-ში გამგზავრებიან. მე ახლა მიკეთია ტარბად ეგზოსკელეტი არმო, რომელიც ნებისმიერ პაციენტზე მის მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ დაიბრუნოს ხელის ფუნქციონალური 100%-ით და დაეხმაროს რეაბილიტაციაში. არმო ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება. მოწყობილობა, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს, ინსულტის ან ტრავმის შედეგად პარალიზებული კიდურების რეაბილიტაციისთვისაა განკუთვნილი. როგორც თავად ამბობენ, მოწყობილობა ინოვაციურია და რამდენიმე თანამედროვე ტექნოლოგიას აერთიანებს. ის აღჭურვილია ბიოსენსორებითა და მონიტორინგის სისტემით. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეაბილიტაცია სახლის პირობებში. უშუალოდ ეგზოსკელეტის მუშაობა დაფუძნებულია ადამიანის ნებასრულზე, მარტივად რომ ვთქვათ, როდეს იმის მიუხედავად რომ მე არ შემიძლია გავამოძრავო ხელი, თუ გავიფიქრებ ამ ეგზოსკელეტის დახმარებით, შესაძლებელია მან ხელმა უკვე თავისუფლად იმოძრავოს. გარდა ამისა, ის არის აღჭურვილი პასიური რეჟიმით, რაც არის წინასწარ გაერთიანებული ვარჯიშების ერთობლიობა და რეაბილიტაციის პროცესს საგრძნობლად აჩქარებს. თუ ტრადიციულ შემთხვევაში საჭიროა 10 წელი, ამ შემთხვევაში უკვე 3-2 წელი საკმარისია. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ტრადიციულ მოდელთან შედარებით ქართული პროდუქტი ბევრად ეკონომიურია. არმო კონკურენტ მოწყობილობებთან შედარებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და პაციენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად გუნდმა იზრუნა, რომ აღდგენის პროცესი უფრო კომფორტული და სახალისო ყოფილიყო. მოწყობილობასთან დაკავშირებულია მათივე შექმნილი მობილური თამაში, სადაც გამარჯვება ხელის მარტივი მოძრაობითაა შესაძლებელი. ამ და მსგავსი დაავადების მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ხოლმე ან ძალიან დაჭმული, ან ძალიან მოდუნებული ხელი. ამიტომ არასწორი მოძრაობა, თუნდაც ოდნავი, შეიძლება დიდ პრობლემად გადაიქცეს ხოლმე. ამიტომ საჭირო ხდება ექიმური სიზუსტით მოძრაობის დაცვა, რომელსაც ჩვენი ხელი ახერხებს და სწორედ ამიტომ შევქმენი მე ის ზუსტი კოდი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით საზღვრავს ხელის მოხრისა და გაშლის იმ კუთხეებს და იმ სიძლიერეს, რომელიც საჭიროა ხელის რეაბილიტაციისთვის ნერვების და კუნთების ზუსტად აღსადგენად. ერთ სისტემაში გაერთიანებული რამდენიმე რეჟიმი და სრულიად ინოვაციური მიდგომა. მე-12 კლასის მოსწავლეები საკუთარი გამოგონების დაპატენტებას და პროდუქტის სავაჭრო პლატფორმებზე გატანას გეგმავენ. გუნდი უკვე მუშაობს მოწყობილობისთვის ახალი ფუნქციების დამატებაზეც. დასრულების ეტაპზეა არმოს მართვისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის შექმნაც. მომხმარებელს რეალურად შეუძლია, რომ აპლიკაციის მეშვეობით აკონტროლოს არმო და ასევე ექიმებს მიეწოდოთ პირდაპირ ლაივის მეშვეობით ინფორმაცია და ანალიტიკულად შეაფასონ დაუშვათ რა მომენტში არის ყველაზე კარგი მომხმარებლისთვის ვარჯიში. პროექტის დაწყებამდე 2 რეგიონისა და 3 სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთის საგანმანათლებლო ბანაკში გაიცნეს. ფოთსა და თბილისს შორის არსებული მანძილი დაბრკოლება არ ყოფილა. მოვალეობები გადაინაწილეს და მუშაობას დისტანციურად შეუდგნენ. რამდენიმე თვიანი შრომა შედეგიანი აღმოჩნდა და პროექტი 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 2026 წელს ახალგაზრდები სტენფორდის უნივერსიტეტში გასამგზავრებლად ემზადებიან. ჩვენ ბანაკში ძალიან ბევრი ბავშვი იყო, თუმცა ჩემი გუნდელები მეტად დამამახსოვრდა. საბა მაგალითად გამოირჩეოდა იმ ნიჭით, რომ გამოსდიოდა რობოტიკა და ასე რომ ვთქვათ ინჟინერული რაღაცები. ჩვენ გვინდოდა, რომ რაიმე მასშტაბური პრობლემა შევჭიდებოდით და მოგვეძებნა ისეთი გადადაჭრის გზა, რომელიც მეტად ინოვაციური იქნებოდა. ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატებაა. ჩვენი იდეა ბოლო გავაგზავნეთ, 101 გუნდი ვიყავით და ჩვენი გუნდის წევრების მთავარი მიზანი ნახევარფინალში გადასვლა იყო. ახალგაზრდებს კონკურსის ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ გარემოში მოუწიათ ასპარეზობა. 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსში, რომელიც ახალ წლამდე გაიმართა, 101 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრის მიზანი STEM სფეროებით, კოსმოსის, ავიაციის, ჯანდაცვის, რობოტექნიკის მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესებაა. კონკურსის მხარდამჭერი განათლების სამინისტროა. მეცნიერების პოპულარიზაცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ის იწყება სკოლის ასაკიდან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პოპულარიზაციის მიმართულება და ერთ-ერთი ასეთი კონკურსი, რომელსაც სამინისტრო აქტიურად მხარს უჭერს, სწორედ აღნიშნული კონკურსი გახლავთ.
მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ რომ წარადგინონ ინოვაციური პროექტები, განსაკუთრებით გამოყენებითი მეცნიერების მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის რომ მოგვიანებით მათ ძალიან დიდი ინტერესი აქვთ მეცნიერებაში დარჩენის, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს. კონკურსი ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საინჟინრო დარგებით და ინოვაციებით დაინტერესებას და ყოველ წელს ჩვენ ვავლენთ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც განსაკუთრებით ნიჭიერები არიან, მონდომებულები არიან და წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ჩვენი ჟიურის წინაშე. პროექტები არის ყოველწლიურად ძალიან საინტერესო და ხარისხობრივად სულ უფრო უკეთესი. მე-12 კლასელების იდეამ სტენფორდის უნივერსიტეტამდე უკვე მიაღწია, თუმცა ავტორები გაჩერებას არ აპირებენ. მათი მიზანია მომდევნო ეტაპზე გამოგონებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს და ათასობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. დედაქალაქსა და რეგიონებში სადღესასწაულო განწყობაა თბილისთან ერთად საახალწლო ღონისძიებებს მასპინძლობს ბათუმიც. გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, ადგილობრივი კერძები და თოვლისბაბუ პატარა სტუმრები სადღესასწაულო განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. ევროპის მოედანზე მოწყობილ სოფელში ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ამ წუთებში კი სცენაზე ქართველი შემსრულებლები არიან. როგორი განწყობაა ზღვისპირა ქალაქში ბათუმში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ უფრო მეც ჩვენი ჟურნალისტი ია გოლიაძე გვეტყვის. ბათუმში საახალწლო კონცერტები გრძელდება. ზღვისპირა ქალაქში დღესაც საზეიმო განწყობაა. ადამიანებს შეუძლიათ გამოვიდნენ და შეუერთდნენ კონცერტს, რომელიც ამ წუთებში ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. დღეს სცენა ეთმობა ადგილობრივ და მოწვეულ შემსრულებლებს, მათ შორის ლაშა ღლონს, აჩიკო ბერიძეს, კვარტეტ რანინას, ქართულ ხვებს და სხვებს. პარალელურად კი რჩება მოწყობილი ევროპის მოედანზე საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი, ხოლო პატარების განწყობაზე დღესაც ტრადიციულად ანიმატორები ზრუნავენ. ძალიან კარგი განწყობაა, ძალიან მომწონს ზოგადად ბათუმიდან ხშირად დავდივარ და ველოდებით საღამოს დიჯეის გამოსვლას და ემიდა კარგად გავერთობი ჩემ მეგობრებთან და შვილებთან ერთად. მე მინდა ბათუმელებს უსურვო სიკეთე, სიხარული, მშვიდობა, ბედნიერება და ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებული ბედნიერება ჩემთვის ბათუმში ყოფნა ამ პერიოდში და რა ვიცი, სულახარებულები მენახე. ეს მასპინძლობთ არაჩვეულებრივ ქართველ მომღერლებს, როგორც ადგილობრივებს, ასევე ჩამოსულ სტუმრებს, არიან ქართველი ჯგუფები და ანსამბლები, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ჯგუფი ალილო, არაჩვეულებრივი ანსამბლი, კვარტეტი რერო. მინდა რომ ყველას მოუწოდოთ, რომ ჩვენთან ერთად გაატარონ ეს არაჩვეულებრივი დღე. ბათუმში კონცერტი ხვალას გაიმართება, ხოლო 7 იანვარს დასკვნითი საშობაო კონცერტი ჩატარდება. ია გოლიაძე საუბრობდა ბათუმიდან კურიერის ეთერში. ახალი წლისთვის ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადებიან საქართველოში, მათ შორის გურიაში, სადაც ყველაფერი უძველესი ქართული ტრადიციების შესაბამისად ხდება. ჩიჩილაკი, გურული ღვეზელი, ტკბილეული სხონჩა, კეცზე გამომცხვარი მჭადი, ჩურჩხელა, ცოლიკაური, ჩხავერი და საკმიელა. გურულების სუფრაზე ახალ წელს ყველაფერია, რაც გურიისთვისაა დამახასიათებელი. საახალწლო სამზადიში ოჯახის ყველა წევრია ჩართული იქაც, როგორც მთელ საქართველოში მეკლეს განსაკუთრებულად ელოდებიან. ბუხარში ცეცხლი, ღუმელში გურული ღვეზელები და საახალწლო სამზადისი გურულების ოჯახში. როგორ აცილებენ გურიაში ძველ წელს და ხვდებიან ახალ საახალწლო ტრადიციების გასაცნობად კურიერი გოგეშვილების ოჯახს ესტუმრა. კერძების მომზადებაში და მაგიდის გაწყობაში ოჯახის ყველა წევრი იყო ჩართული. სუფრა გაიშალა და კარზე კაკუნიც გაისმა. ტკბილეულით სავსე ხონჩით ხელში და კეთილის სურვილებით გოგეშვილების ოჯახში მეკლეც გამოჩნდა. მეკლეობის ტრადიცია გურულებისთვის განსაკუთრებული და უცვლელია. ბედნიერიყო შევი ფეხი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა. ფეხბედნიერ მეკლეს კართან ოჯახის უფროსი დახვდა. მასპინძელი და სტუმრების სუფრას მიუსხდნენ და გასული წლის ისტორიები გაიხსენეს. პირველად იმიტომ შემოდი ჩვენთან ყველაზე ადრე რომ პატარა სწრაფები ვარ და ჩვენ მგონიას. მაგრამ ახალი წელი ყველგან ერთნაირად მოდის. დედამიწის ზურგი იმაში. დედამიწის ზურგზე თან რომეა რომ მან ჩვენთან მოახანე. იყო მშვიდობა ჩვენ გურიაში, ჩვენ საქართველოში მთლიანად. საახალწლო დღესასწაული გურულებისთვის ამით არ სრულდება. კალანდა ტრადიციული ახალი წელი გურიაში 14 იანვარს დგება.
გურიაში ახალი წელი ჩიჩილაკის გარეშე არ არსებობს ისევე როგორც მთელ საქართველოში. მას ქართულ ნაძვის ხესაც უწოდებენ, რადგან ქართულ ტრადიციებთან არის დაკავშირებული, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩიჩილაკი სიმბოლოა იმისა, რომ ძველ წელს ახალი ცვლის სუფთა და ნათელი იმედებით. თეთრი ხვეული ტოტები და საუკუნოვანი ტრადიცია. ჩიჩილაკი საქართველოში ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ჩიჩილაკის ისტორია ფესვებს დასავლეთ საქართველოდან იღებს და ის სიახლესთან და სიცოცხლესთან ასოცირდება. ახალ წელსთან დაკავშირებით და შობის დღესთან დასასწავლებთან მაშინ სპეციალურად ვაკეთებდით ჩიჩილაკს და მას ვამკობდით ყველანაირი სამკაული. ჩიჩილაკი იყო სიცოცხლის საწყისი ემბლემა. მას იმიტომ წვანეს სუროს ახვევდნენ, რომ ეს იყო მონაცემი იმისათვის, რომ სიცოცხლე გრძელდება. ქართული ნაძვის ხე ფორმის გამო ჩიჩილაკს დასავლეთ საქართველოში სწორედ ასე უწოდებენ. ეთნოლოგები ამბობენ, რომ ახალი წლის ქართულმა სიმბოლომ წლებსაც გაუძლო და საუკუნეებსაც, როგორც ვიზუალურად, ისე სიმბოლური დატვირთვით. ჩიჩილაკი არის სიცოცხლის ხე, ნაყოფიერების, ბარაქის მომდანი არის. ეს ამ ხეს, რომელსაც სპეციალურად თლიდნენ წინასწარ თხილის ჯოხისგან, იმას და ამას თავისი ოსტატობა ჭირდებოდა, რაც უფრო მეტი ბურბუშელა ექნებოდა, ჩიჩილაკს მეც უკეთესი იყო. ჩიჩილაკს რთავდნენ აუცილებლად. მასე უნდა ყოფილიყო აბრეშუმი, ვერცხლის ფული, უნდა ყოფილიყო ჩირით შეიძლებოდა სპეციალური ბლითი კეთდებოდა რიტუალური პური. დღეს ჩიჩილაკის დამზადება ტრადიციასთან ერთად უკვე პროფესიაა. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც ოსტატები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან საახალწლო სეზონისთვის. ყოველ წელს 200, 300, 400, 500-მდე ჩამომაგბაბუა მასწავლემე და იმის მერე ახლა სახში მარტო მე ვაკეთებ, დანარჩენმა მამაჩემმა და იმათ არიციან ამის გათვლა და გაკეთება. ჩვენი ქართული ტრადიცია არ უნდა დაირღვეს. იყოს რა, როგორც არის. ძველებმა რაც დაგვიტოვეს, ის უნდა გავაგრძელოთ ჩვენ. ჩიჩილაკს ხშირად ბასილის წვერს უწოდებდნენ. მეცნიერები ამბობენ, რომ სახელწოდება უკავშირდება წმინდა ბასილი დიდს, რომლის ხსენების დღეც ახალი წლის პერიოდს ემთხვევა. ძველით ახალი წელი, როდესაც ტრადიციულად საქართველოში ახალი წელი აღინიშნებოდა, აღინიშნება ახლაც ნაწილობრივ, ეს საეკლესიო კალენდრის მიხედვით წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე არის. ამიტომ ხალხურ ყოფაში ამ ჩიჩილაკის ამ ლამაზ ანათალ ნაწილს ბურბუშელებს წმინდა ბასილის წვერებსაც უწოდებდნენ და ამ დღეებშიც, ამ დღესაც დილის ლოცვაც ხალხურ ყოფაში სწორედ წმინდა ბასილი დიდს ეძღვნებოდა. ბასილის ზღვისა მეგრულად სვანურად განსაკუთრებით ლამაზად შემოგვენახა ეს ტრადიცია. თეთრი ხვეულებით მორთული ჩიჩილაკი ყოველ ახალ წელს გვახსენებს, რომ ყველაზე ღირებული ტრადიციები დროს უძლებს. დღეს ჩიჩილაკს ქართულ ოჯახებში ნაძვის ხესთან დგამენ. დღესასწაულების დასრულების შემდეგ იწვავენ, რადგან სჯერათ, რომ ამით პრობლემები და ნეგატიური ენერგია წარსულს ბარდება. წინ კი სიახლეების, წარმატების და გამოწვევების დროა. ასეთი იყო ახალი ამბები და კურიერი 9 საათზე, მე გემშვიდობებით ნახვამდის.